მადლობა ბიჭებო, მადლობა. საღამო მშვიდობისა ჩვენო ერთგულო ტელემაყურებელო. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს ხუთშაბათია საღამოს 10 საათი და თქვენ უყურებთ ბადა და ნიკას შოუს რუსთავი 2-ზე. ჩვენ შოუს კი მუსიკალურად აფორმებს და კეიფისა და დროსტარების ხასიათზე გვაყენებს რაღა თქმა უნდა ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. დიდი მადლობა და სანამ ამბების მიმოხილვაზე გადავალთ, ერთი Facebook პოსტი უნდა წაგიკითხოთ. მოკლედ, გურჯაანის ტელევიზიის გვერდი წეს 5 დღის წინ გულიანზე გულიან კაცს პაატა გულიაშვილს ვულოცავთ იუბილეს პატივისცემით ტელეკომპანია გურჯაანი. თელავი გურჯაანის კონფლიქტი არა ის როგორი კოლეგიალურობა გამოუჩენი ამის შუყდა გული შეიძლება კი მეც ამის შუყდა დავრეკე ეს პოსტი ვინ დაწერა დამალაპარაკეთ მადლობა ვინდა გადაუხადო მეთქი და რა გაუშვითო სამსახურიდან ახლა ღელა ვიქნება ხრამი გამოუძებნო ადამიანებს კიდევ ერთი შემრიგებელი დაკარგა გურჯაანმა და თელავმა კარგი მივხვდეთ საქმეს მასში რა მახსენდება ახლა თუ იცი ჩემო პაატა მაისის ბოლო რომ მოდიოდა სკოლიდან რო გვითხოვდნენ და დასასვენებლად ბებიასთან სოფელში რომ მივდიოდი ხოლმე შენ ისედაც სოფელში არ ცხოვრობდი კაცო რანაირად მე მეორე სოფელი არ მქონდა აი მე კი ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში მივდიოდი ხოლმე დასასვენებლად საიდან თელავიდან ლაგოდეხში მასე მე პირიქით სოფლიდან ქუთაისში დავდიოდი რომელი შოპია ნუ ვიჩხმებ და სეზონის დამთავრებამდე მტერს ნუ გავახარებთ ჩემო ნიკოლოს ჩვენი ჩხუბი შენ ხო იცი მარტო CNN-ს აწყობს კი ბატონო დაუბრუნდეთ სკოლის დამთავრების თემას ბოლოზარები ახლა ბაჭო და ბოლოზარი იყო უკვე ხო მაგრამ არ გამიგია ეთყობა რა ვიცი გადავირიე ეთყობა ეს ზარებიც ვიბროზია გადაყვანილი იყო და გადასარევი ვიდეო უნდა განახოთ ბოლოზარი ლაგოდეხის რაიონში ვაიმე მიდი ძალიან კარგი იდეა სატვირთოთი ბავშვების საყვარელი. ვინ ცუდად მოიქცევა ჩამოცლის სახთან. სატვირთოს მძღოლს კითხეს, რამდენი ბავშვი იდგა კუზაოზეო და მძღოლმა ასეთ სალობით ვერ გეტყვით, კუბატურაში ვიციო. შენ გახსოვს შენი ბოლოზარი ნიკოლოს. ბოლო კი, მაგრამ პირველი აღარ. სხვათა შორის სეირანასაც მაგარი ბოლოზარი ჰქონდა, ვიცი მე ეს კარგად. შენ რა ის? გეუბნები ვიცი მეთქი, აგერაა და თვითონ გეტყვის. რამდენი იშოვე სეირან ბოლოზარზე? ზაკაზები იყო, ხო ამბობდი. დანარჩენი ქსოვრელებიც იქ იყვნენ. თეთრი პერანგები ხო გეცვათ, ხო არ მომჯერით და მოკლედ არ დადეგები დაიწყო და ახლა ყველანი გამალებით ვემზადებით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. აბა და რაც ყველაზე მთავარია, რეპორტაჟები აქ ჩვენთან რუსთავი 2-ზე გავა. მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი ამას ჩემო. აბა როგორ? და რაც მთავარია, ეს ფეხბურთის რეპორტაჟები გავა სად? კითხე? სად? რუსთავი 2-ზე რა თქმა უნდა. რაც თავარია იცი რაშია საქმე CNN-ს ხო გაუხეთქეთ ბოლოს.
სხვა არხზე უნდათ მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენება, მაგრამ მბაპე ყოფილა გაგიჟებული. დიახ, გაგიჟებული ყოფილა, მიხოდა მაროს ფანიც ყოფილა და თუ ჩემი წყენა არ გინდათო, რუსთავზე გავუშვით ფეხბურთიო, რომ მორჩები ჩაუჯდები უყურებ. აბა რა ხუთ შაბათობით პაატა და ნიკას შოუ შაბათკვირას საღამოს 10 საათზე მიყოდა მაროს ახალი სერიები და ფეხბურთი ყოველდღე. მეტი რა ვქნა. არაფერი. ტაშიკი უდოდა მარა ახლა. ვისალია ხელში. აბა რა. ესე იგი სერია რადგან ვახსენით, განსაკუთრებულად უნდა უთხრა ჩვენ ასე ვთქვათ გულშემატკივრებს, ვინც ასე ვთქვათ შეყვარებულია მიხოდა მაროში, შაბათი კვირა არ გამოტევთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი სერიები გელოდებათ, ამას ანონსებითაც შეიტყოთ. მოკლედ, შაბათ კვირას რუსთავი 2-ზე კურიერის დამთავრების შემდეგ. ერთად ვნახოთ. კურიერზე გამახსენდა. ვისი დაბადების დღე იყო გუში? გუში იყო დავით კაკულიას დაბადების დღე. ჩემო დავით, გილოცავ და როცა მთავრდები ხოლმე არ დაგავიწყდეს, რომ ესე იგი ჩვენ ვიწყებით. რა არის ჩემო დავით 25 წელი, არაფერი არ არის, 10 წელი იწყებ ცხოვრებას გილოცავ სულით და გულით. დავით, ძალიან გვიყვარხარ, აბა შენიცი. მოკლედ მთელი ზაფხული ჩვენს არხზე იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, არა ბიჭო? სპორტი, სიცილი, მეტი რა ვქნა? მეტი რა უნდა ვქნათ მართლა. სასაცილო ამბები ჩვენზე იყოს და ალისონ ბეკერს გოლს მე ვერ გავუტან ახლა და რაღაცა ცოტა თქვენს. ისე მაგრად გაუმართლა კრისტიანო რონალდუს და ნეიმარს. ამ სიბერეში მაინც ეღირსებათ და გახდებიან რუსთავი 2-ის სახეები. შენის მითხარი, მსოფლიო ჩემპიონატისთვის როგორ ემზადები, აბა? სტანდარტულად. კომფორტული სავარძელი მაქვს, რა თქმა უნდა, ლუდი და მისაყოლებელი. სხვილი წვრილი სოსისი, რა ვიცი, სარდინი. ისე ეს ფეხბურთი რაღაცა უცნაური სპორტია. ვინც თამაშობს, იმათ კარგ ფორმაში აყენებს და ვინც უყურებს ასუკე. ზომა უნდა იცოდე. 2 ტაიმში რო 10 ლიტრა ლუდს და 2 კილოს ჩიფსებს შეჭამ, გაგასუქებს. აბა იქნება, უნდა გამოიზო. აი, მე სხვათაშორის შოში დამასწავლა კაი საჩემპიონატო დიეტა. გისმენ? ფეხბურთს უნდა უყურო ცივი ღვინით და კიდრი და პომიდორის სალათით. გადასწორებია. მე მაწყობს. ვჯდები შოშიტას დიეტაზე. დიახ ბატონო, მორჩა, თან უკვე წელს ვიცი მსოფლიო ჩემპიონატს ვინ მოიგებს და რა მაქვს ანერვიული. აი, რას თუ არ მითხრა ახლა? ვინ? სომხები. აკე ახლა როგლიცირა. ვისაც თქვია, არ არიან ეგენი მსოფლიოზე და. რაც ქვია არ არიან. აბა კითხეს ეირანას. ნეიმარიან, ვინისიუსიან, რაფინიან, კაზიმიროიან. და დონარუმაც. დონარუმა ის არის, კაცო, სომხური გვარია. შენ ხვირზე შეგიხედავს დონარუმას. მაგაშია საქმე. საფეხბურთო თემიდან შორს არ წავალთ და გეტყვით, რომ შუაგულ ლონდონში ლუდით სავსე უზარმაზარი ავზი გასკდა და დაიტბორა ქუჩები. ზოგს რა იღბალია? ჩვენთან სულ საკანალიზაციო მილი რატოს ხდება, მაგრამ ახლა ლონდონელები თევზით სავსე აუზის გახეთქვას ელოდებიან. ისაყლებელი ხო უნდა ქონდეთ ახლა. ვიდეო ნახე წეგან ერთი ლონდონელი ეუბნება მეორეს. თითი დააჭირი ავსო და თითით რას უშველი აღარ გამოვა ლუდიო? გამოსვლით კი გამოვა, მაგრამ არ აკაფდებაო. ისე შეიძლება ჩვენთანაც მომხდარა მსგავსი ფაქტი, მაგრამ ვინაცდი და ჩვენს ლუდს ქუჩების დატბორებას, აი? დაიდეო და იქვე რა თქმა უნდა. ლონდონის მერს თხოვეს თურმე კომენტარი და იმან ჩემჭიხაში ვიდულ ყველაფერს. მაცადე ცოტა ხანი თქვენ გენაცვალეთო. მოკლედ ლონდონის მოსახლეობა მაშველებს ევაკუაციის მაგივრად ჩიფსების მოტანას თხოვდა. კი, მთელი ერი კაი ხასიათზე იყო, სანამ ანგარიში არ მოუტანეს ბოლოს. ცურვა კი ვიცი, მაგრამ კაი ლუჩიკი დაიხჩობდა კაცი თავს. რა სიტყვი ნიკოლოს, რა? არ აქვს ხდება ეგ, დაიწყოს ჩემპიონატი.
ახლა კი კრიმინალური ქრონიკა. გორის რაიონში ჩასარიცხი აპარატი მოიპარეს. კი, მაგრამ კამერები არის უკაცო, რას ნიშნავს მოიპარეს? კი იყო, მაგრამ ჯერ კამერები მოიპარეს. მერე შესაბამისად ეძებენ თურმე დამნაშავეს. თუ ვინმე შეხვდებით, დარეკეთ პოლიციაში. ადვილი საცნობია, მხარზე აქვს მოგიდებული ჩასარიცხი აპარატი. იმ ადამიანსაც ვერ გაამტყუნება, რამდენი ფულის ჩარიცხვა დაჭირდებოდა სადერბინა წინ და უკან. ახლა სახლში აქვს და როცა უნდა ჩარიცხავს. თავიდან ხაშურში უნდათ მოეპარათ, მაგრამ ქალაქ შეხედეთ ისი ალამაზები და ის ჩასარიცხი აპარატი ხაურობას შემოერიდა. მე როგორც გავიგე შურისძიების მიზნით მოუპარიათ. ლარიანი ჩაკლაპა თურმე წინა დღეს მაგ აპარატმა და მუტირაყოფა არა ბიჭო ეხა ვიჟი არჩეს რა გადამრემს ეს ხალხი რისი გულისთვის ეხებიან შარში განა რამდენი უნდა ყოფილიყო ტანკა შიგნით რა გინდა კაცო 340 ლარი არ არის მოკლედ მაგძრეთ ამბების მიმოხილვას ვირი რომელიც პატრონმა დაკარგა და ტელეფონიც მის უნაგირზე დარჩა სახლში თავისით ეთი გადავრეკავ სახლში ჩემზე ხო არ არის საუბარი და მოდი მისულა არა სახლშია კარგი ჩემი არა მე გადავრჩი ამა თავიდან შეკაცო ტელეფონის თან მქონდა ჩართავდა ნავიგაციას და კი მიაგდებდა რა არის ახლა გასაკვირი ამაში მაგრამ პატრონს უნაგირზე რატო დარჩა ის ტელეფონი ტენი დაეთყობა ამიტომაა კარგი ვირი ჩემო ნიკოლოზ და ვერ გაგაგებინე შენ თორე აბა მანქანა რო დაგეკარგა თავისით მოვიდოდა სახლში ვერ მოვიდოდა მართალია ავირის პატრონი ყოფილა გახარებული ამას ახლა მართვის მოძმობას ავაღებინებ და რო დავლებ საჭესთანაც დავსვამ ხანდახანო კიდევ საოცარი კრიმინალური ამბავი რუსთავში აფთიაქიდან სახის დამატენიანებლები მოიპარეს. გამომძიებლებს ხო ისი ვიცი ხდებოდა. გინდადის გადაფიტკინებული სახით ხარა ისი. მე ვიცი. ხვალ თუ სამსახურში არ მოვიდა ვიცი სადაც იქნება. ბოლოდოს არ გამიკვირდა რატოა გადაჭიმული ესე შენია. გამომძიებლებს დანაშაულის ადგილზე კვალის ნაცვლად ალოე ვერასა და ქოქოსის ნაზის სურნელი დახვდა. აფთიაქის მეპატრონე იძახის რომ ქურდი ახალგაზრდა, რადგან ასაკოვანი რომ იყოს, ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს წაიღებდა. კი. მეტალურგიულის გამონაბოლქვის ფონზე სახის დატენიანება სწორი არჩევანია მე თუ მკითხავ. თან დამნაშავის პოვნა ადვილია, წესით დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მშრალი სახის კანი და ქურდ ბაცაცური გამოხედა. დაუჭერიათ უკვე რასამ? კი, ცოტა ხანში უკან მიბრუნებულა ის უბედური ბოდიში ცხივიანი კანის წამიღე და მე მშრალი კანი მაქვსო და დამნაშავეს კითხეს თუ მე რატომ მოიპარე? რატომ? სახის დამატენიანებელიო და იმან უპასუხა ავტობაზრობაზე მანქანის მოპარვა მინდოდა და მზეში სახის კანი დამისკდებოდაო. ვეღარ ვითმენ რა. დღის მთავარ თემაზე არ გადავიდეთ? ხო, გადავიდეთ, აბარა დროა. 2 დღე დარჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე და ვეღარ ითმეს ადამიანი, ვეღარ ვითმენ მე, ვეღარ ითმეს ერი, ვეღარ ითმეს პარი სენ-ჟერმენი, არსენალი. ამაში საქმე. გულოცავ ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ 2 ჩემპიონთა ლიგის მოგებას. მოიცა, ჯერ არ ყოფილა, ხალხო რა დაწყეთ აში. ფინალი არ ყოფილა და რანაირად ულოცავ. ნუ გეშინია შენ მოიგებს კვარა ისეთ ფორმაშია, კალათბურთის ნაკრებში რო დაემატოს ფარსი ჩააგდებს ფეხით სამფულიას. მოკლედ 30 მაისს მთელი საქართველო პარიზელი ხდება. რა თქმა უნდა კვარას ხათრით. და მე და შენ ამბრო დათმობაში ვარ. და პარიზელები ძალიან მადლიერები არიან, ასეთი ბიჭი რომ ვათხოვეთ. დიუმას 3 მუშკეტერი ხო გაქვს საკითხული? ნახევრამდე მე ვიღაც სახაზავი ჩავიდო შიგნით და შიგნით შემიცვალა, რა თქმა უნდა. ხო და რისი თქვა მინდოდა, იცი? შენ იცი კვარას რომ მუშკეტერები უმღერიან? კარგი კაცო. არასე სადაღა არიან მუშკეტერები თორე კი ბატონო. სად არიან აგერ არიან? აგერ არიან, აი. გთხოვთ გაუშვათ ვიდეო. გთხოვთ?